12 თებერვალია, 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშტობის. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ვინ არის მომხერხებულ ხელისაწვდომით დაგვიდასრულებული. წინააღმდეგი ამ შემთხვევაში ცეთიხმით დადგენილია. ოპოზიციის მოთხოვნა პარლამენტის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც დაკმაყოფილდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. გამონაკლისი მხოლოდ გიორგი გახარიას გუნდია. ერთადერთი ოპოზიციური მანდატი გოჩა გუგუნავას ეკუთვნის. ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ოპოზიცია ხალხს ისევ ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. ზურაბიშვილი თავს ისევ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს. რა ხდება ოპოზიციაში? დავით ნებიერიძე თავისუფალ სივრცეში. ხვალ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას გამართავს. რა იქნება ამ კომისიისთვის პრიორიტეტი და რა საქმეებს გამოიძიებს? პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ილია ინჯია უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. საბოტაჟის მცდელობის და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიება გენერალურ პროკურატურაში. თემაზე ნანა კაკაბაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ხდებით საღამოს 9-ზე. ასე უნდა დავიწყოთ აჭარის უმაღლესი საბჭოთი, სადაც დღეს ოპოზიციურ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ. ერთადერთი გამონაკლისია გახარია საქართველოს დეპუტაცია ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა. სწორედ ბატონ გოჩასთან უნდა დავიწყოთ ახლა საუბარი. საღამოშიდობისა ბატონ გოჩა, მადლობა ჩართვისთვის. როგორც ცნობილი არის, დღეს უფლებამოსილება შეუწყდათ თქვენ კოლეგა დეპუტატებს ოპოზიციიდან. გამონაკლისი არის მხოლოდ თქვენი პოლიტიკური გუნდი. გასაგებია თქვენი განცხადებებიც, რომელიც ისმის არჩევნების შემდეგ, რომ არ აღიარებთ აი ამ არჩევნების შედეგებს, მაგრამ თქვენ რჩებით ასე ფორმალურად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. თქვენ როგორ მიგაჩნიათ თავი, ხართ თუ არა ფორმალურად მაინც დეპუტატი უმაღლეს საბჭოში? გამარჯობა ბატონო ვახო, მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. თავისთავად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ეს არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტები და არ ვეთანხმებით ამ არჩევნების შედეგებს. აქედან გამომდინარე ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ სხდომებში მონაწილეობას უმაღლეს საბჭოში და ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ ვართ დარეგისტრირებული თუ რაღაც, ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ არ ვაღიარებთ უმაღლეს საბჭოს. უმაღლეს საბჭოს ფოსტზე. ანუ თავი არ მიგაჩნიათ უმაღლეს საბჭოს დეპუტატად პირადად თქვენ, ხო? თავისთავად თუ არალეგიტიმურია ვთuliოთ უმაღლეს საბჭოს, თავისთავად არ მიმაჩნია რომ მე ვარ უმაღლეს საბჭოს დეპუტატი. რატომ მოხდა ისე რომ თქვენი კოლეგა პარტიები რომელთანაც არ იყავით არც ერთ გაერთიანებაში, მაგრამ წინასაარჩევნოდ ხდებოდა თანამშრომლობა ოპოზიციის, შემდეგ აი ამ აქციების დროსაც თქვენი პარტიაც არის ქუჩაში გამოსული, რატომ არ დაწერეთ თქვათ აი ამ მანდატების გაუქმებაზე განცხადებები? პრინციპში ცნობილი არის თქვენი პოზიცია, რომ თქვენ სხვა სტრატეგია გაქვთ, სხვა მიდგომა გაქვთ და აი ამ განცხადებით არ მოახდინეთ აღიარება არც უმაღლესი საბჭოსი და არც საქართველოს პარლამენტის, მაგრამ რა სulis ეს განცხადება თქვენ მიმართავდით თუ არ მიმართავდით? ასეც ხომ ოფიციალურად ითვლებით თქვენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, თქვენი პარტია იღებს სახელმწიფო დაფინანსებას? მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ჩვენ განცხადებები არ დავწერეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ, იმასაც არ ვაღიარებთ, ვის უნდა მივწეროთ განცხადება, ვის უნდა დავწეროთ, ვის სახელზე უნდა დავწეროთ, არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეზე თუ არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოთ. ესაა ჩვენი პოზიცია, პრინციპული პოზიცია. რაც შეეხება ჩვენ კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან თავად გადაწყვიტეს განცხადების დაწერა, ჩვენთან შეთანხმებული არც იყო, როცა დაწერეს შემდეგ განაცხადეს, რომ განცხადებები დავწეროთ. უნდა გაგვევლო კონსულტაცია რომელიც ჯობდა. ჩვენ ვთვლით, რომ ესეთი გზა უფრო უკეთესი არის პოლიტიკურად, ვიდრე განცხადების დაწერა. რატო არის უკეთესი? რატომ არის უკეთესი? ბატონო გოჩა, რატომ არის უკეთესი? არ მივეცეთ, არ ვაძლევთ ქართულ ოცნებას, არ მივცეთ იმის საშუალებას, მე
შემიწყვიტოს მანდატი თუ არ შემიწყვიტოს, მაგი ხალხმა გადაწყვიტა, მე მანდატი მომანიჭა მოსახლეობამ და მოსახლეობა წაიღებს, როცა არ შევასრულებ ჩემ უფლებამოსილებას, ავტომატურად ჩემი მანდატის გაუქმდება. ბატონო გოჩა, წინა გადაცემაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. გასაგებია, წინა გადაცემაში მაგალითად სოფო ხორგუანი იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და როდესაც ვკითხე თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებთ, რატომ იღებთ მაშინ სახელმწიფო დაფინანსებას, მან თქვა რომ ეს თანხა ჩვენ გვეკუთვნისო, რომ ჩვენც ვართ გადამხდელებიო და ეს ბიუჯეტი ყველასი არისო, მაგრამ ამ თანხას რეალურად ვერც ვიღებთ, იმიტომ რომ დავალიანება აქვს, ჩვენს პარტიას ვალები აქვს და აი მაგალითად იყო ასეთი განცხადებებიც, რომ ამ პრივილეგიებზე უარი თქვით, მამუკა ხაზარაძემ თქვენ მოგმართათ და ხომ არ ხდება იმის გამო, ხომ არ ამბობთ უარს განცხადებების დაწერაზე, რომ ამ ეს თანხები შემდეგ ვეღარ ჩაირიცხება თქვენი პარტიის ანგარიშზე. არა, ჩვენ გავმიჯდოთ უნდა თანხის მიღება და მანდატების ეს არაფერი ერთმანეთის შუაში არ არის. პარტიას ეკუთვნის დაფინანსება და სახელმწიფო დაფინანსება, ეს არის ხალხის გადახდილის თანხები და მივიღებთ იქედან. ჩვენ არა ვართ ისეთი პარტია, რომ ფინანსდებოდეთ ან ბანკები გქონდეს ან ტელევიზიები და ჩვენ პარტიას სჭირდება დაფინანსება. აქედან გამომდინარე პარტია ღებულობს დაფინანსება. კი, მართალია, რომ პარტია არის ადევს ყადაღა და ეს თანხები ჩვენ პარტიაში ჯერჯერობით არ შემოდის. და თუ მოხდება ისე რომ თქვათ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან მოხდება კომუნიკაცია და ის მიდგომა რაც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა შეიცვლება, თქვენც ხომ არ შეიძლება შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და თქვენი გადაწყვეტილება და შებრძანდეთ უკვე უმაღლეს საბჭოში თუ საქართველოს პარლამენტში. არა, მოდი მოვლენებს წინ გავასწრებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არ ვაღიარებთ. ეს ვინ აღიარებს? მთელი დასავლეთი, მთელი მსოფლიო, ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს და როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი და ახლა ნუ გაუსწრებთ რაღაცებს, ნუ მოვიგონებთ, რომ ის ასე იტყვის, ხვალე ზეგე ისე იტყვის. ამერიკულ შეერთებულ შტატებს აქვს მისი ხაზი და იმ ხაზით მიდის. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს და თავისთავად პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ვინც არიან დღეს დაჭერილები. ბატონო გოჩა, ბოლოსკენ მივდივარ და მინდა გითხოთ, აი როდესაც აი ამაზე ვერ შეჯერდით თქვენ და სხვა პარტიები, იმ შემთხვევაში თუ თქვათ აი როდესაც იყო განცხადებები, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა მოსულიყო ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, აი ამ თემაზე თუ ვერ შეთანხმდით, როგორ შეთანხმდებოდით მაგალითად მერე უკვე, ვინ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებაში, ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი ასე შემდეგ და აი ამაზე ვერ თანხმდებით და მერე როგორ აპირებდით შეთანხმებას გლობალურ თემებზე? გავიგეთ ბატონო ვახო თქვენი კითხვა, თქვენ ცოტა არასწორად კითხვას მისმენთ, ჩვენ არ გქონია შეთანხმება აი მაგაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ. კომუნიკაცია არ ყოფილა, ერთ-ერთმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ განცხადებები დაეწერა და მიყვა ორი ოპოზიციური პარტია შემდეგ. ჩათვალეს, რომ ესე არის საჭირო, როცა იქნებოდა კომუნიკაცია ერთმანეთთან, კონსულტაცია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გზას დაადგებოდა ოპოზიციური პარტია, რომ არ იყო დასაწერი, არ უნდა დაეწერა არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში. ასე ვთვლით და ასე დავარწმუნებდით ჩვენ კოლეგებს, მაგრამ რატომღაც ესე გადაწყვიტენ და სხვა შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობთ ერთი პრობლემის ირგვლივ. ვიზინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდეს. მადლობა ბატონო გოჩა ჩართვისთვის. გოჩა გუგუნავას უსმენდით, პარტია გახარია საქართველოსთვის და ბატონი დავით ნებიერიძე შემოგვიერთდა კოალიცია ცვლილებების წევრი საღამოშიდობისა. ბატონო დავით, მადლობა რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო დავით, მოდი დავიწყოთ იმ ვითარების შეფასებით, რაც პრინციპში არჩევნების შემდეგ არის. არის ეს აქციები ქუჩაში, უკვე რამდენი დღე არის? მესამე თვეა დაიწყო. რა შეცვალა აი ამ აქციებმა ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში ამ აქციებით გამოიხატა ქართველი ხალხის ნება ყოველ შემთხვევაში იმ უდიდესი უმრავლესობის, რომელიც არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და რომელიც მტკიცედ თვლის, რომ არჩევნები გაყალდა, ქართველი ხალხის ნება არ იქნა გამოხატული და ამ უზურპატორმა ხელისუფლებამ მოახდინა ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება და შეცვალა 180 გრადუსით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისაკენ. და აი ამ აქციების ხარჯზე ფაქტიურად გაშიშულდა ეს უზურპატორი ხელისუფლება და არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ყველამ ნათლად დაინახა თუ რა ნამდვილი სახე აქვს აი ამ რეჟიმს. მოძალადე,
რუსული რეჟიმი. აი ეს არის. ბატონო დავით, როდესაც ჯერ კიდევ იყო მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად თქვენი პოლიტიკური გუნდი, უпроსორად ნიკა გვარამია აღტაცებას ვერ მალავდა სალომე ზურაბიშვილის მისამართით. დღეს როგორ უყურებთ სალომე ზურაბიშვილის მისია რა არის აი ამ ფონზე და თქვენ პირადად მიგაჩნიათ რომ ის არის ისევ ლეგიტიმური პრეზიდენტი? კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, შესაბამისად ლეგიტიმური არ არის ის პიროვნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა პრეზიდენტად. შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გაამარჯვებინა ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი რესურსით. ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რა. გაყალბების ხარჯზე ხო ესე ამბობდით? მათ შორის გაყალბებებიც იყო, მათ შორის ზეწოლებიც იყო, ბევრი სხვა, მათ შორის პლაკატებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად საკუთარი პორტრეტების გამოკიდვა, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ლეგიტიმაციას არჩევით ორგანოში, არჩევით პიროვნებას აძლევს საზოგადოებრივი შეთანხმება და ის ლოგიკა, რაც გამომდინარეობს შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად ყველა იმ უზარმაზარი დარღვევებისა და იმ ყველაფრისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურში იკადრა, მან შეასრულა თავისი მოვალეობა და პრობლემა რაშია, იცით? აი, ქართული ოცნება, მისი ლიდერშიპი, მისი მხარდამჭერები მიჩვეული არიან აი ბოლშევიკურ აზროვნებას, რომ აი ბელადმა თუ თქვა ასე, ყველამ სიტყვით უნდა გაიმეოროს და იმ აზრზე უნდა იყოს. ეგ კი არა, ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი დღემდე მართავს მესიჯ ბოქსებით და ჯგუფებში ჩაყრილი დირექტივებით, ხო? იქ ერთ ასოს არავინ არ აცვლის, დაწყებული პრემიერ-მინისტრი და დამთავრებული კანცელარიის დამლაგებლით, გამიგეთ და დემოკრატია და პოლიტიკა, რეალური პოლიტიკა და დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ეს სიველურია და მეტი არაფერი, სხვა მენტალობაა ჩემოვა ხო გამიგე? დემოკრატია ამ ხალხს არ ესმის და იმიტომ მოდიან წინააღმდეგობაში შემდეგ გამიგე? ბატონ დავით, აი მაგალითად იაგო ხვიჩიას განცხადება იყო წინა ეთერში ჩემთანაც ისაუბრა, რომ ხალხი ჯარიმებს იღებს აი ამ აქციებზე, დაატარებენ აღმაშენებლის ხეივნიდან რუსთაველის გამზირამდე ფეხით და არავითარი სტრატეგია არ აქვს ოპოზიციას და ექცევიან აქციის მონაწილეებს უპასუხისმგებლოდ. თქვენ შეგიძლიათ რამ შენიშვნები შეიტანოთ აი ამ თქვათ აქციების ორგანიზებაში და არსებობს რამე მინუსები? ჩემოვა ხო ძალიან რთულია სულელურ განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. ეხლა პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პირველი დღიდან ვიცოდი და მჯეროდა, რომ იაგო ხვიჩია ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ასე ვფიქრობ დღესაც და მარტო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა კი არ ჩამოიხადა ნიღაბი აი ამ ყველა პროცესის შედეგად, არამედ აი სატელიტები, ხელოვნური ოპოზიციები, სულ ყველა გაშიშულა გამიგეთ და ეს დღეს გაცილებით უფრო თვალნათელია, ვიდრე მაგალითად იყო 1 წლის წინ, გამიგეთ? აი ეს არის უბრალოდ როგორი რაღაცა ამ აქციებში ბატონო დავით როა ორგანიზებული არ არის რომ თაკო ჩარკვიანის ამას ამბობდა იმ დღეს ჩემს გადაცემაში ჩემოვა ხო უყურეთ აი ახლა თქვენ ვის არგუმენტების მოყვანასაც ცდილობთ ხომ ეს ყველა ადამიანი მომართულია იქითკენ რომ განხეთქილებაზე არ გეკითხებით ანუ კრაკოფილი ქართველი როგორც აი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია თოვანებული ვარ თუნდაც აი აღმაშენებლის ხეივანზე იმ აქციით რაც იყო თოვანებული ვარ აი ის რასაც ჩვენ ამ ბოლო 2-3 თვის მანძილზე ვხედავთ ეს იმხელა мотиваტორია თითეული მოქალაქისთვის რომ ქართველი ხალხი აი საუკეთესო სახით წარსდგა გამიგეთ აი გამოავლინა ის საარაკო
დადებითი თვისებები, რაც აკუმულირებული იყო ქართველ ერში საუკუნეების მანძილზე და ზუსტად ეს არის იმისი ნიშანი, რომ შანსი არ აქვს ქართულ ოცნებას, შანსი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც უნდა და ეს ზუსტად აი ამ ქართველმა ხალხმა დაანახა და რასაც ხალხი აკეთებს ამ უპრეცედენტო ბრძოლაში ამ ბოლო 3 თვის მანძილზე, აი ახტაცების მეტს, აი არაფერს არ იწვევს, ეს ნამდვილი სამოქალაქო გმირობაა, ხო, რას ხედავ ქუჩები სისხლით არის მორწყული, თან პერმანენტულად, აი ყოველდღიურად ეს ჯალათები, ხო, სიზღვრიან, ეწავენ, აპატიმრებენ, მაგრამ ვერ გატეხავენ. აი, გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთხელ ესე ძალიან სერიოზული სახით თავდაჯერებულად ამბობდა, რომ ამ ხალხმა თურმე ვერ გაიგო, რომ არაფერი არ გამოუვათ, რაზე იკლავენ თავს და ეს ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეიგნო დღემდე, რომ ქართველ ხალხს მის სწრაფვას თავისუფლებისკენ, მის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ ბიძინა ივანიშვილი კი არა, გასულ პუტინი ვერ გატეხავს და არ უნდა ამ კაცს ამისი გაგება, მაგრამ ქართველი ხალხი გააგებინებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და ამას ექნება აი დომინოს პრინციპი. გასაგებია, თქვენ კი არ მოგწონთ იაგო ხვიჩიას განცხადებები. იაგო არა, სხვა რაღაცას გეკითხებით, ბატონ დავით, ამასრულებინათ. იაგო ხვიჩიას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ იაგო ხვიჩი ამბობს, რომ აი ამ გაჭირვებულ ქვეყანაშიო, სადაც სოციალურ პრობლემებზე თქვენ ხშირად საუბრობთ, საიდან მოიტანესო აი ამდენი მილიონიო თქვენს პოლიტიკურ გუნდზე ამბობს და რატომ არ ამბობენ ვინ აფინანსებსო? და აი თქვენ შეგიძლიათ თქვა, ვინ დაგაფინანსებთ ამდენი მილიონით, რასაც იაგო ხვიჩი აკეთებთ. ჩემო კარგო, იაგო ხვიჩია იქნება თუ ვინც გინდა ის იქნება, როდესაც ამბობს მაგალითად ეჭქვეშ აყენებს რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსების წყაროს ლეგიტიმაციას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს ან თავად დაასახელოს რა არალეგიტიმური წყაროდან იღებს ესა თუ ის პარტია დაფინანსებას, ან აუდიტის დაელოდოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რომელიც სკრუპულოზურად შეისწავლის წინააღმდეგ შემთხვევაში იაგო ხვიჩიას ამდაგვარი განცხადებები არის ჩვეულებრივი ჭორიკნობა და მეტი არაფერი, გამიგეთ? და ღიად რატომ არ პასუხობთ? ეხლა მე იმ რანგს არ წარმოვადგენ პარტიაში, რომ მქონდეს წვდომა ფინანსურ დოკუმენტაციასთან. ანუ ესე ღია არ არის, რომ ყველასთვის გასაგები იყოს თქვენთვისაც? ჩემთვის ეს რანგი არ არის. დასვით ეს კითხვა ისე პარტიის ლიდერებთან, აი ეს ფული საიდან მოვიდა, ჩვენ რითი ვატარებთ აი ამ კამპანიას? მაგალითისთვის გეტყვი რა, მეც ვიყავი შემომწირველი, ჩემი რამოდენიმე ახლობელიც იყო შემომწირველი და მე ვიცი რომ უამრავი ასეთი ადამიანი იყო. ანუ გარეთანხებს გამოიცხავთ უცხოეთიდან როგორც ბატონო ჩემო ვახო, ეხლა აქეთ ამ მხარეს ოპოზიციის მხარეს არა მხოლოდ განათლებული ადამიანები არიან, არამედ თავის საქმის პროფესიონალები არიან, რომელიც ეგეთ ბავშვურ ლაფსუსებს არ უშვებენ. აი როგორ არასწორი ფული არის ამას გეუნები. ჭორიკანა იაგო ხვიჩია, მეტი სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის განცხადებებს, იმიტომ რომ თავმოყარე პოლიტიკოსი მაგდაგვარ განცხადებას რომ აკეთებს, არგუმენტებიც უნდა მოაყოლოს და თუ არგუმენტები არ აქვს და ისე ლაპარაკობს, ესე იგი ჭორიკანაა რა. ეხლა ჩვენ ხო ის არა ვართ, რა ქვია, ხელისუფლება, რომელსაც კანონით ევალება თქვენის ვალდებულება და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ ვართ მოქალაქეები. ჩვეულებრივი ოპოზიციონერი მოქალაქეები. და ასევე მინდა კითხოთ თვითონ იმ თქვათ აი სანქციებზე იყო ხო მუდმივად ლაპარაკი. დღესაც აი ევროპარლამენტში იყო აი ამაზე ელოდებათ. რისი მიღწევა გინდათ აი ამ სანქციებით? და აი ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან მოხდა დასანქცირებები. რა მოიტანა რეალურად რა აქვს აი ამ სანქციებს, ხო? ხედავთ რომ ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, ვინც იყვნენ. არა, მომისმინეთ ძალიან მარტივი პასუხია ამ ყველაფერს. აი ამ
უზურპატორი ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ ვერტიკალში, ხო, მთავარი და ერთადერთი ფიგურა არის ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი ყველა არიან მოლაპარაკე თავები, გამიგეთ? მეტი არაფერი. მათ არც პოლიტიკური წონა გააჩნიათ, არც საზოგადოებრივი წონა გააჩნიათ. შესაბამისად, მიზანი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის ერთადერთი განაგებს ქვეყანას და განაგებს არალეგიტიმურად. თქვენ თუ დააკვირდით აქამდე მიღებული სანქციების შინაარს და იმ სანქციების შინაარს და მასშტაბებს, რომელიც ელოდება ამ ბატონს, ხო? განსხვავება ძალიან მარტივად დაინახავდით და ეს არის როგორი რაღაცა, იცით? ნაბიჯ step by step აფრთხილებენ ადამიანს და უჭერენ ყულps კისერზე რა. მოდი გონს, იმიტომ რომ დააკარგავ იმ ყველაფერს, რაც წარმოადგენს შენთვის სიცოცხლის მიზანს, ანუ ფულს. ბიძინა ივანიშვილის ამოსავალი წერტილი არის ფული, მას ძალაუფლებაც იმისთვის სჭირდება, რომ აი ამ ფულს გაუფრთხილდეს, დააგროვოს, ძარცვოს ქართველი ხალხი და ამ გზით გაფრთხილდეს. ბატონ დავით, თუ აი მქამდეც მივიდა საქმე, რომ თქვათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაუქმებაზე ეს ღირს იმათ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, თუ ევროპა მოითხოვს, რომ აი კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც უნდა გაგეუქმოთ. თქვენ ამაზე თანახმა იქნებოდით თუ არა? გაგცემთ. ეგ ძალიან ისეთი თამამი ჰიპოთეტური აზრია, რომელსაც არ აქვს უფლება იარსებოს, მაგრამ დასავლეთშიც გონიერი ხალხია, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, გაცილებით უფრო განათლებული და დიდი ბექგრაუნდის მატარებლები და ქართველი ხალხიც საკმაოდ ბრძენია, გამიგეთ? შესაბამისად, აქ საქართველოს ინტერესების ხარჯზე ბიძინა ივანიშვილის დაზიანებაზე არ არის ლაპარაკი. ეს საკითხი არ დადგება. თუ დადგა თქვენი პოზიცია როგორი იქნება? თუ ეგრე შეიძლება ახლა მეტეორი დაეცეს. ეგრე ითხოვდნენ ზოგიერთი ოპოზიციონერები, რომ სტატუსი არ მოგცეთ, სანამ ეს ხელისუფლება იქნებაო. ჩვენ გვაქვს ბატონო დავით. მომისმინეთ, ეგ იმ ცალკე პარტიის ცალკეული წარმომადგენლის აზრი იყო, რომლის განზოგადება ყველაზე და მით უმეტეს ოპოზიციის დანარჩენ სპექტრზე სიბრიყვია რა. ისე თუ სასწორზე უნდა დავდოთ ეს. არ იქნება. თუ უნდა დავდოთ სტატუსზე. რატო ხართ ესე გამორიცხული ხო არა ხართ ევროკავშირის? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის სფინქსი, რომელიც 2000 წელიწადი უცვლელად იდგება. ის ბოლო დღეებს ითვლის. გამიგეთ? შესაბამისად, არა ბატონო ჩემო. ეხლა 5 წლის წინანდელი სიტუაცია და ცხადა დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან და ის ეგზისტენციალური საფრთხეები, რაც მის თავს დაგროვდა, შედარება არ არის იმასთან, რაც ხდებოდა წინა წლებში და განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებამდე. ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის იმ ნაძარცვის შენარჩუნება ძალაუფლების შენარჩუნების ხარჯზე. თუ ის დაკარგავს იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იღწვოდა, ხო? მაშინ რა აზრი ქონდა ან მანამდე ნამოქმედარს და რა აზრი ექნება შემდეგ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ალბათ, რას ნიშნავს ის სანქციები, რომელიც აწიელოდება. ეს არის ადამიანი კეთროვა, ის იქნება ადამიანი კეთროვანი, რომელიც ჯერ ხო დაკარგავს ლომის წილს იმ აქტივებისას, რაც გააჩნია, ხო? მერე რასაც გადაარჩეს, იმის გამოყენებასაც ვერ შეძლებს. აი რატომ არ ითხოვდით აი ამ სანქციებს? მაშინაც კი, როდესაც თუნდაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის დროს აღიარა, რომ ციხეში მაგალითად ხდებოდა პატიმრების წამება, ხდებოდა ბიზნესების წართმევა, ხდებოდა ხალხის ჩახოცვა ქუჩაში. მაშინ რატომ არ აყენებდით ასეთ სანქციებს სააკაშვილის წინააღმდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, ბატონ დავით? ჩემო ვახო, აი ამ კითხვას რო სვავთ, აბა რატო გაგიშვათ ხალხმა ხელისუფლები და თუ ესე კაი ცხოვრება იყო? ერთი წუთით, განსხვავება რაშია, იცით? წინა ხელისუფლება ეს იყო პოლიტიკოსების ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლება არის მაფიოზების და ბანდიტების. ყველა ვინც იყო იმ ხელისუფლებაში პრეზიდენტიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრი და ქვემოთ იყვნენ პოლიტიკოსები და დღეს ამ სისტემაში არის მხოლოდ და მხოლოდ ბანდიტური დაჯგუფება მაფიოზური მენტალიტეტით, რომელიც ამ კატეგორიებით არაზროვნებს. აი წინა ხელისუფლება რო არ ყოფილიყო პოლიტიკოსების ხელისუფლება, თავისუფლად შეიძლება იგივე სცენარით წასულიყო საქართველოს ისტორია, როგორც ახლა ბიძინა არის გაჯიქებული, გამიგეთ? და
არეღიარებინა მაგალითად სააკაშვილის დამარცხება. კი, გასაგებია, მაგრამ სცენარები ბევრი იქნებოდა. მაგრამ ისინი აზროვნებდნენ პოლიტიკური კატეგორიები და ესენი აზროვნებდნენ მაფიოზური ბანდიტური კატეგორია. ეგ არის პასუხი, ჩემო კარგო. აი მიშა სააკაშვილის ადმინისტრაცია რო წასულიყო ბიძინა ივანიშვილის გზით, სანქციებიც იქნებოდა და ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა მათთან მიმართებაში. მაგრამ ისინი მოიქცნენ როგორც პოლიტიკოსები და აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას დღესაც. ბიძინა ივანიშვილი იქცევა როგორც ბანდიტი და მაფიოზი და ამიტომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს ნებისმიერ სცენარში. და მომავალში სააკაშვილის მომავალს ხედავთ? რა თქმა უნდა, ხედავ, კი. ოღონდ მისი არჩევანია და ელექტორატის არჩევანია. ხელისუფლება შეიცვალა თანამდებობაზე ხედავთ ისევ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში? არა, თანამდებობაზე ვერ ხედავ. თქვენ წინააღმდეგი წახვიდოდით სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლაზე? სააკაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემ ვარაუდს გეუბნებით, რომ მიშა სააკაშვილი აქ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოbrunებას არ ისურვებს. აი ჩემი თვითონ მოისურვოს თქვენ წინააღმდეგი იქნებოდით? მე სხვა პარტიას წარმოვადგენ, ჩემოვახო. და ის სხვა პარტიას წარმოვადგენს. კოალიციური ხელისუფლება ხო უნდა იყოს? ხელისუფლება იმას ნიშნავს, რომ ვინც იქნება კოალიციურ ხელისუფლებაში, თითეული შემადგენელი ნაწილი კოალიციის ვალდებულია ითანამშრომლონ. თუ თანამშრომლობა არ გამოვა, მაშინ დადგება პოლიტიკური კრიზისი. ითანამშრომლობდით სააკაშვილთან, ანუ ამას გეკითხებით. თუ შედგება კოალიციური მთავრობა, ვითანამშრომლებთ მის პარტიასთან, რა თქმა უნდა. სააკაშვილთან გეკითხებით. სააკაშვილი მითხარით რა თანამდებობაზე ხედავთ პრემიერ-მინისტრად თქვა დაასახელა ნაციონალურმა მოძრაობამ. ითანამშრომლებდით თუ არა? თუ მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაში გახდება პრემიერ-მინისტრი, მაშინ დაუჭერდით მხარს? მე როგორ უნდა დაუჭირო, კაცო? არა, მე არ დაუჭერდი მხარს. არ დაუჭერთ. გასაგებია. მადლობა ბატონ დავით, რომ მოხვედით და მიიღეთ პოლიტიკა ესია, დემოკრატია ესია და კოალიციური მართლობა ესია, ეს კანონები მოქმედებს. მადლობა დავით ნებიერიძეს და ბატონი ილია ინჯია შემოგვიერთდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, რომელმა კომისიამ ხვალ უნდა დაიწყოს უკვე საქართველოს პარლამენტში მუშაობა და 2012 წლებში მაშინდელი ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულებებზე უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, ასე ვთქვათ, პარლამენტში. საღამოშიდობისა ბატონო ილია, მადლობას გიხდით, რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას, მაგრამ უკვე ხვალ პირველი სხდომა გაიმართება. ასე ვთქვათ, უნდა აირჩიოთ კომისიის თავმჯდომარე, დივანი. ხო, აი რა სპეციფიკით იმუშავებს ეს კომისია, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ და უფრო გასაგები რომ გავხადოთ, რა საქმეები უნდა გამოიძიოთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ამ კომისიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი აქვს 2003-დან 2012 წლამდე რეჟიმის თანამდებობის პირების ნამოქმედ არის გამოძიება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ქუჩაში დგას, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ოპოზიციაშია. ალბათ იქაც არის რაღაც რაოდენობა ადამიანების, რომლებმაც არ იციან ამ დანაშაულებების შესახებ. და ამიტომ ყველა ვინც ვიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში, ჩვენი როლი და მისია არის, რომ მიუკერძოებლად სამართლიანად იქნეს გაცემული ყველა იმ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე პასუხი, რაც აქამდე იყო ამდენი წლის განმავლობაში. ბატონო ილია, რომელ გადაწყვეტილებებზეც თუნდაც აი უკვე სამართლებრივი პასუხისგებაში თქვა მიეცდნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული თანამდებობის პირები, ამ საქმეებზეც იქნება მოსმენა თუ ამ საქმეებზე რა თქმა უნდა დადგა უკვე განაჩენი, უკვე აღარ განიხილავს კომისია? რა თქმა უნდა, რადგან დამდგარია განაჩენი, ეს იქნება ნაწილი ამ გადაწყვეტილებების და რაღაცა როლს შეიტანს იმ დასკვნაში. და არ იქნება ეს რაღაცა ცალკე და ამას არ ვეხებით. რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული იქნება ამ გადაწყვეტილებებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია, რომელიც გასათვალისწინებელია და ვფიქრობ, რომ კიდე ბევრი ახალი თემა შეიძლება იყოს.
ძირითადად ვთქვათ, ახლა როგორ დაიწყებთ, მაინც მესმის რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ხოდა ხვალ იქნება, მაგრამ ანუ კომისია დაიწყებს თავიდან დაზარალებულების მოსმენით თუ როგორ იქნება, როგორ ხედავთ, შეიძლება თქვენი პოზიცია პირადად როგორი არის, რა სპეციფიკით უნდა იყოს. ხვალ ჩვენ გვექნება დღის წესრიგის დამტკიცება. რა თქმა უნდა, ავირჩევთ ვიმსჯელებთ ამაზე, როგორ დავგეგმოთ, რა პერიოდულობით შევიკრიბოთ, რომელი დროები გვექნება ალბათ გამოყოფილი ამ ყველაფრის განსახილველად და ეს ტექნიკური მხარე ტრანსლაციაც იქნება, დიახ. და აი ეს ვთქვათ იყო ასევე საუბარი თქვენი პოლიტიკური გუნდის, თუმცა მაშინ თქვენ საქართველოს პარლამენტს არ წარმოადგენთ, რომ ითხოვდა მაშინ რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესწავლა მომხდარიყო. რამდენად იქნება აი ამაზეც მსჯელობა და რა ნაწილი უნდა შეისწავლოს თქვენ როგორ ფიქრობთ კომისიამ თუ იქნება? რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მსჯელობა, მეს მოლოდინი აქვს და ფიქრობ, რომ ალბათ ყველას აქვს ეს მოლოდინი, განსაკუთრებით საზოგადოებას, რომელიც ამდენი ხანი ამას ველოდება და მათ შორის მეც, რადგან მეც აქ ცხოვრობდი მაგ პერიოდში და ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. თქვენ კითხვა რა ნაწილი უნდა შეისწავლოს, ანუ როგორ მივედით, ანუ საუბარი ხო არ იქნება იმაზე, ქართული აი ვთქვათ ოპონენტები ამბობენ ხოლმე, ხელისუფლების ოპონენტები, აი უნდათ რომ ქართული ჯარი გაამტყუნონ ამ ომში. ანუ გასაგები რომ გავხადოთ რაზე იქნება რა ნაწილში. რა თქმა უნდა, ქართული ჯარზე ჩვენ განცხადება გაკეთდა, ეს არ შეეხება ჯარისკაცებს ეს გამოძიება. შეიძლება ვიღაცები რაღაც საინფორმაციის მისაღებად იქნეს გამოკითხული, მაგრამ ჯარისკაცებს ეს არანაირად არ შეეხებათ. რა თქმა უნდა, იქნება გამოძიებული და საინტერესოა, როგორ მივედით ამ ომამდე. რა ნაბიჯები იქნა გადადგმული და რა არ იქნა გადადგმული, რომ აგვეცილებინა თავიდან ეს კონფლიქტი და ეს სისხლისღვრა. აი როგორც ამბობენ ხოლმე, აი ვთქვათ იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მაშინდელი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიღაცები გამდიდნენ, მაგალითად საუბრობენ ხოლმე კეზერაშვილზე. ანუ ეს კონკრეტული ვთქვათ, თუ იყო ვიღაცა მართლა მოიპარა ქართული ჯარის ფული, აი ამაზეც იქნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი ამ წლების 2003-დან 2012-მდე და 2008 წელიც არ არის რაღაცა ცალკე მდგომი პერიოდი, ასე რომ აუცილებლად ეს ყველაფერი შედის ამ კომისიის. ბატონო ილია, ამ კომისიაში კი დატოვეთ საპარლამენტო უმრავლესობა, იქ ხალხის ზალა არის ოპოზიციის ყოფით, მაგრამ რამდენად აი დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისთვის, ვინაიდან თქვენ მაინც ერთი წიაღიდან ხართ ხო მოსულები, ახლა თქვენ თქვით რომ ჯანსაღი ოპონირებას გაუწევთ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ რამდენად იქნება ვინაიდან სხვა ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად აღარ არიან ხო საქართველოს პარლამენტში, გახარიას პარტია რჩება ფორმალურად ახლა. თუ არ იქნება ოპოზიცია აი ამ კომისიაში, რამდენად იქნება დამაჯერებელი საზოგადოებისთვის? ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ყველა და ჩართულები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ პრინციპულები და სამართლიანები და ჩვენს განცხადებაშიც ხაზი გავუშვით იმას, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ უნდა უმრავლესობის საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა და არგუმენტირებულ პოლემიკაში უნდა შევიდეთ ნებისმიერ იმ თემასთან მიმართებაში, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. და უკვე ცნობილი არის წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ისინი არ იმთანამშრომლებენ აი ამ კომისიასთან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, რომელზეც ამბობენ, რომ არალეგიტიმურია და თქვენ იქ ახსნა განმარტებები თუ ჩვენებები მოგცენ? ყველაფერს არეგულირებს კანონი და ჩვენი ხედვაც ეს არის, რომ კანონი იყოს ყველასთვის ერთი და არ იყოს რაღაცა გამონაკლისები. ასე რომ მივყვებით ჩვენ იმ კანონმდებლობას, რომელიც გვაქვს საქართველოში, იმ წესრიგს, რომელიც წესრიგითაც უნდა იქნეს მოგვარებული. ისე ხო არ მოხდება, რომ კომისიაში ვიდრე მოვლენ ისინი ნახევარი, თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ვის უნდა დაკითხოთ თუ რაღაცა, ისედაც მიეცემიან პასუხისგებაში თუ არ მოვლენ კომისიაში. აი ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს ეს ყველაფერი გამოჩნდება, რომ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად და ეს ყველაფერი ნათელი და ღია იქნება ამის თვალყურის დევნება შეიძლება ჩვენს საზოგადოებას. ნახოთ ჩვენც მივადევნებთ თვალყურს, მადლობა რომ მოხვედით. ილია ინჯიას უსმენთ თქვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრს და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადება შევიდა თქვენ იცით საქართველოს პროკურატურაში და ისინი
აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ და რის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და აი ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ უკვე ქალბატონ ანა კაკაბაძესთან, ის უკვე სტუდიაშია. საღამოშდობის ქალბატონ ანა. მიმართეთ თქვენ საქართველოს პროკურატურას. ეს თქვენი განცხადება, რომლითაც მიმართეთ საჩივარი, ასე ვთქვათ, ეს არის თქვენი ანალიზის საფუძველზე ქალბატონ ანა, თქვენი ორგანიზაციის საფუძველზე თუ არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რითიც ამტკიცებთ თქვენ, რომ კონკრეტულად ხდებოდა ქვეყნის საბოტაჟი თუ ჯაშუშური ქსელები ქვეყანაში, რომლებიც ქმნიდნენ არეულობას. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ის რაზედაც ჩვენ დღეს საუბრობთ და ის რაზედაც ჩვენი საჩივარი შევიდა პროკურატურაში არის ის, რასაც სრულად საქართველოს თავისი თვალით უყურებს. უბრალოდ ჩვენი მიზანია ამას მიეცეს იურიდიული ხასიათი, ეს არ იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების ან ვიღაცის კერძო შეფასების საგანი, არამედ მას ჰქონდეს იურიდიული ძალა და რატო? ეს არის საქართველოს ისტორია. ჩვენ ამ პერიოდში, რა პერიოდზედაც საუბრობთ, ეს არის საქართველოს ისტორია, რომელიც არის როგორც ჩვენი წინაპრების, ისე ჩვენი მომავალი თაობის კუთვნილება. ჩვენი ვალია, რომ დავანახოთ ის რეალური სურათი, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს თავს ხდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცხოვრეთ არა დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა პერიოდში და მერე უეცრად აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენ გავხდით თავისუფალი ქვეყანა. ამ ილუზიით თუ ამ რეალობით ვიცხოვრეთ უკვე 30 წელზე მეტია და საინტერესოა ეს დამოუკიდებლობა რას მოიცავდა, ჯერ უპირველეს ყოვლისა რამდენად იყო ის დამოუკიდებელი და თავისუფალი და თუ ჩვენი მხრიდან, ანუ მოსარჩელეების მხრიდან გაჩნდა იმისი განცდა, რომ საქართველო ვერ იყო დამოუკიდებელი, ვინ იყვნენ ის აქტორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც ამ დამოუკიდებლობას ხელყოფდა. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მეტნაკლებად მნიშვნელოვანია და მხოლოდ რამოდენიმე ოჯახს ეხება, ხო? ეს არის საკითხი, რომელიც კიდევ ვიმეორებ ეხება ჩვენს წარსულს, ჩვენს მომავალს და ამიტომ ეს აწყო უნდა იყოს აბსოლუტურად ზუსტად ასახული ჩვენი მომავალი თაობის. აი კონკრეტულად რის დადასტურებას ითხოვთ ქალბატონ ანა? რის დადასტურებას და იმის დადასტურებას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყო ფარატინა ქაღალდი. რომ საქართველოს პოლიტიკის მართვა ხდებოდა გარედან, გარე ძალების მიერ, რომლებსაც ყავდათ თავისი აგენტურული ქსელი საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიგნით და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, კონკრეტულად რა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ეს ხალხი და ვინ ახორციელებდა საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელყოფას. ამისათვის ბრძოლას ასეულობით და ათასეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჩვენ უცბად მივიღეთ რეალობა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გაეროს მიერ ოფიციალურად იქნა ჩვენი ქვეყანა თავის საზღვრებში ცნობილი დამოუკიდებლად, ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ეს დამოუკიდებლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ ფარატინა ქაღალდი. და ამისი უამრავი მაგალითები თუ თქვენ ამის დრო გაქვთ და ჩვენ საკმარისი დაახლოებით 20 წუთი გვაქვს ჩვენ სასაუბროთ ქალბატონ ანა და მინდა ეს თემა რამდენადაც მოგცემს საშუალებას რომ ეთერში ისაუბროთ ადამიანებს აუხსნათ ქალბატონ ანა ანუ თქვენ კონკრეტულად ითხოვთ იმის გარკვევას ვინ აფინანსებდა თქვა საქართველოში ამა თუ იმ არ ვიცი პოლიტიკოს თუ პოლიტიკურ სუბიექტს თუ ადამიანს და რო რა ხდებოდა ამის დადასტურება რომ ქვეყანა წაეყვანა უკან და საბოტაჟი მოეხდინა თუ აი ამაზე რომ მეგონი არასწორი პოზიცია ვინ აფინანსებდა ვისაც უნდა იმან დააფინანსოს თავარია რამდენად გარეძალებიდან ხო გარეძალები რამდენად თავისი მანდატის ფარგლებში და ჩვენი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში აფინანსებდნენ იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენის აზრით ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ, არა ანტისახელისუფლებო, არამედ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. იყვნენ ჩართული პროცესებში, რომელსაც პირდაპირ შეიძლება ეწოდოს საქართველოს სუვერენიტეტის რღვევა. აი ეს რა არის? აი სუვერენიტეტის რღვევაში რა შედის ქალბატონ ანა მაგალითად? იცით რა არის? ყველაფერი მაგალითად რაც აკანინებდა ჩვენ სუვერენიტეტს. დავიწყოთ მაგალითად იმ შეთანხმებით, რომელიცაც ბოლოს ჩვენ ხელისუფლებამ ხელი არ თუნდაც კოჰაბიტაციით, ხო, თავსმოხვეული კოჰაბიტაციით
აქედან გავაგრძელოთ შარმიშელის შეთანხმებით კოჰაბიტაცია, მაშინ როდესაც იყო დანაპირები ქართული ოცნების, რომ უნდა გასამართლებულიყო რეჟიმი, უცბად ხდება თავსმოხვევა კოჰაბიტაციის. კოჰაბიტაცია იცით გადასარევად რასაც ნიშნავს, მაგრამ მაყურებელს უთხრათ, რომ ეს არის განსხვავებულ თანაარსებობა და ამ დროს ჩვენ დასავლეთიდან ვღებულობთ დირექტივებს, რომ თანაარსებობა არა განსხვავებულ ასთან, არამედ კრიმინალთან. და რატომ კრიმინალთან? იმიტომ რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეხუთე პრეზიდენტი გაუთავებლად იწყარებდა იმ კრიმინალებს, რომლებიც მთელი საქართველოს მხრიდან იყო ცნობილი როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები და ის პირები, რომლებიც ანტიქართულ საქმიანობას ეწეოდნენ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ესე იგი რიგრიგობით ჩვენი პრეზიდენტი, მაშინდელი პრეზიდენტი ღებულობდა გადაწყვეტილებას ამ კრიმინალების გათავისუფლებისას და სხვათა შორის აღიარებითი ჩვენებებითაც ის ამბობდა, რომ ეს არ არის ჩემი ნება, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი გასათავისუფლებელია, მაგრამ არსებობს გარემოება, რის გამოც ამას ვაკეთებ და ვდგავ ნაბიჯებს. სწორედ აი ეს გარემოებები უნდა შეისწავლოს გამოძიებამ, რამდენად ეს იყო კეთილშობილური მიზნები თუ ის ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას, იმიტომ რომ შემდგომ ეს გათავისუფლებული ადამიანები ფაქტიურად იგივე რეჟიმში აგრძელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ სულას, როგორც ეს იყო მათ დაპატიმრებამდე. აქედან გამომდინარე ზეწოლა და თავსმოხვევა ისეთი ქმედებების, რომელიც არ იყო საქართველოს ინტერესებში, არის ნათელი. შარმიშელის შეთანხმება ვახსენე და მინდა გავაგრძელო. ეს იყო ცინიზმი, არა მხოლოდ დაკნინება საქართველოს სუვერენიტეტის, ეს იყო ცინიზმი მთლიანად ქართული სახელმწიფოსი და რატო? შარმიშელის ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა ოპოზიციისათვის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა გაუგებარი ფურცელი, რომელსაც ვერ დაარქმევ ვერც იურიდიულ დოკუმენტს და ვერც საერთაშორისო ვერანაირ დოკუმენტში ის ვერ გავა, იყო ფურცელზე დაჯღაბნილი პირდაპირ მნიშვნელობით მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ პრობლემას ვსვავთ არა ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში რა ხდებოდა, არამედ სახელმწიფოს და ქართული ესე იგი დამოუკიდებელი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები რა ხდებოდა. ეს იყო ანტიკონსტიტუციური ფურცელი, რომელზედაც იყო დათქმა გაკეთებული, რომ თურმე 53%-ს ბარიერს თუ ვერ გადალახავს ქართული ოცნება, მაშინ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ანუ ეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ხდებოდა, ქალბატონო ანა, თქვენ ამას ამბობთ, ანუ და ეს არის პოლიტიკური მოლაპარაკებების ფარგლებში ხდებოდა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით უნდა ემართა ქვეყანა ქართულ ოცნებას, რომელიც მანდატი ქართველ ამომრჩეველს ოცნებისთვის არ მიუნიჭებია. რას ნიშნავს 53%-იანი ბარიერი? თქვენ მინდა გკითხოთ, როდესაც ამის შესახებ კონსტიტუციაში არ წერია. ვინ არის შარმიშელი და თუნდაც სრულად ევროკავშირი, რომ მე მიდგენდეს ჩემი კონსტიტუციის მუხლებს და მეუბნებოდეს, რომ ეს შენთან არ წერია შენს მუხლებში, მაგრამ ეს ჩემი ნებაა და უნდა გააკეთო. რა არის ეს თუ არა ცინიზმი და ხელყოფა ჩვენი დამოუკიდებლობის? აქვე იყო მოთხოვნა იმისი, რომ თურმე გენერალური პროკურორი და CSKO-s თავმჯდომარე უნდა იყოს არჩეული 90 ხმით, მაშინ თქვენ იცით, რომ ქართულ ოცნებას ეს რაოდენობა არ ყავდა, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ უმცირესობა, ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, თორე ოპოზიციასთან მას კიდევ ვიმეორებ, არანაირი კავშირი არ აქვს, უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები, ვინ დანიშნულიყო CSKO-თან და ეს უნდა მომხდარიყო კონსენსუსის გზით. თქვენ ხო გესმით, რას ნიშნავს კონსენსუსი? ესე იგი, როგორ შეიძლება ოპოზიციასთან დღეს ვერაფერი შეთანხმებაზე ვერ მიაღწია, ხო, ქვეყანამ და ვერც ერთ იმას წინადადებას ვერ მომიყვანთ თქვენ. მაგალითად, სადაც შეთანხმება მოხერხდა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან და გეუბნებიან, რომ ამ ხელა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელმაც ქვეყნის პარლამენტი უნდა აირჩიოს CSKO-s თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი, თურმე კონსენსუსით უნდა დანიშნოს
ესე იგი უმცირესობამ, ხო? იმიტომ რომ თუ უმცირესობა არ დათანხმდა, ვერ დაინიშნება. ესე იგი დათმობაზე კავკასიური ცარცესტრის არ იყოს, ვინ უნდა წასულიყო? ის ვისაც უფრო მეტად უნდა ვინც მეტად იყო პასუხისმგებელი ქვეყნის რაობაზე. ანუ ხელისუფლება უნდა წასულიყო და ოპოზიციის სასარგებლოდ დაენიშნა ოპოზიციის მითითებით დაენიშნა მთავარი პროკურორი ან CSKO-ს თავმჯდომარე თუ არა და სტაგნაცია იყო ქვეყნის გარანტირებული. აი ესეთ მავნებლურ რეკომენდაციებს, როდესაც რეკომენდაციებს კი არა, დირექტივებს, იმიტომ რომ როდესაც საბოლოოდ მე ჯერთი იყო მთლიანად მაპატიეთ ცოტა გამიგრძელდა, მთლიანად იყო ვალდებულებები ხელისუფლებაზე და არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ვალდებულებების სახით ოპოზიციის მიმართ და ერთადერთი ვალდებულება რაც იყო, რომ მრგვალ მაგიდასთან ისინიც უნდა მჯდარიყვნენ. ესეც არ შეასრულეს. და როდესაც ამის მერე ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ფარატინა ქაღალდზე არსებული რაღაც ჩანაწერების არ შესრულებაზე, ამაზე ატყდა ისეთი ამბავი, რომ ლამის რევოლუცია მოხდა ქვეყანაში. ვინ აფინანსებდა ამ პროცესებს? ვინ იდგა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის უკან და ვინ უბიძგებდა მას, რომ ასეთი პოლიტიკა გაეტარებინა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, ეს გვაინტერესებს როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან. შარლ-მიშელის დოკუმენტთან, თქვათ, დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ პრეზიდენტს, ხო, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, თქვათ, შუამავალი იყო ამ პროცესებში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოხდეს სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარება? შესაძლებელი კი არა, სავალდებულოა დაბარება ყველა იმ პირის. რაც შორის ზურაბიშვილის. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არა მარტო ამისთვის უნდა დაიკითხოს. ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს იმისთვის, როდესაც ფონ კრამონმა განაცხადა და თქვენ ეს გახსოვთ ალბათ თუ არა და ჩვენ მაყურებელსაც ემახსოვრება, რომ შეწყალება, რომელიც გვარამიას თავს უნდა მომხდარიყო თურმე, ერთი თვით ადრე იცოდა ფონ კრამონმა, ვიდრე ამას განახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი. ვინ მიცა მას ამის უფლება? ან ამისი ვალდებულება მას რატომ ჰქონდა, რომ ერთი თვით ადრე იცოდა თუ იქიდან მოდიოდა ეს დირექტივა, რომელიც მან ერთი თვის მერე განახორციელა. მაშინ, როდესაც კონსტიტუციით პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. უცბად ფონ კრამონმა გახსნა კარტები და თქვა, რომ მე ეს ერთი თვით ადრე ვიცოდიო. ანუ რა ხდება? ხდება ის, რომ კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციის იგნორირებით ვიღაცა გებულობს იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი ერთი თვის მერე. ცნობილია ასევე თვითონ გვარამიას, ანუ იმ პერიოდში შეწყალებული გვარამიას სიტყვები, როდესაც მე მგონია კახერხეულიძე იყო, ზუსტად ვერ მიხსენებ, მაგრამ თქვენ უკეთ მოიძიებთ. გვარამიას ეკითხება, რომ დაწერო შეწყალებასო და სალომე ზურაბიშვილის სახელზე დაწერს შეწყალებასო, ის უდიერი სიტყვებით იხსენიებს და ამბობს, რომ ვინ კითხავსო მაგასო და მაგასო დავალესო, რომ დეკემბერში უნდა ვიყო თავისუფალი, გათავისუფლებულიო და ეს უნდა აღასრულოს. ანუ რა რეალობის წინაშე ვიდექით ჩვენ, რომ უკვე ღიად მიდიოდა ანუ როცა ჯაშუშებზია საუბარი ქალბატონ ნანა და საბოტაჟზია, ანუ ერთ-ერთი შეგიძლიათ ასე დაასახელოთ სალომე ზურაბიშვილი ამ საქმეში? მე ვასახელებ ფაქტებს, რომელი ფაქტებიც სულ მინიმუმ არის გამოძიების საგანი. მე არ შემიძლია ამას იურიდიული სახე მივცე. მე უბრალოდ ვიძახი ფაქტებს, უთყუარ ფაქტებს, დადასტურებულ ფაქტებს, რომლის გადამოწმებაც არ არის პრობლემა და გადამოწმებულიც არის და დევს. უბრალოდ ამას იურიდიული სახე აქვს მისაცემი. სამართლებრივი სახე აქვს მისაცემი. აქედან გამომდინარე, ასეთი ფაქტები არის უამრავი, ხო, ჩვენს დღევანდელ რეალობაში. ჩვენ ამ ფაქტებზე მე პირადად ამ და სხვა ბევრ ფაქტზე ვისაუბრე გამოძიებასთან და უთხარი, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაც არის, არა ის, რომ ვიღაცა იჯდეს ციხეში, ეს სულ არ არის ჩემს ინტერესებში, მთავარი არის, რომ პასუხი აგოს პირებმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, აღიგაოს პირისაგან მიწისა ის ადამიანები საქართველოს ქვეყნის შიგნით, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამას პრევენციული ხასიათიც ექნება, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა მისი ფეხქვეშ გათელვა და
ისე მოქცევა, როგორც იქცეოდა ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს რა ვიცი რა ძალა, ვერ დავარქმევ რა ქვია ამ ძალას და შემდგომ უკვე ოპოზიციის მანტია მოსხმულმა აი ამ ფაშისტურმა ძალამ რაც აკეთა ქვეყანაში. აი ეს ყველაფერი, რომელიც აშკარად ატარებს და აშკარად ატარებდა ჩვენი სუვერენიტეტის რღვევის პროცესს, ფინანსდებოდა ქვეყნის გარედან. მათ ჰქონდათ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა და პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ხო? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, იმიტომ რომ მე საბჭოთა პერიოდში არ მახსოვს ესეთი პირდაპირი დიქტატი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორცაც გათავისუფლებულ საქართველოს პერიოდში უყურებდა, უსმენდა, გიხდება რომ ძალაუნებურად ეს უნდა აიტანო, ან რა უნდა ქნა, ვის უნდა გამოუცხადო ომი. ეს ომი არის ერთადერთი გზა, რომ შენ სამართლებრივად მისცი ამას სრულობა და სწორედ ამ პროცესში ვიყოფებით ჩვენ. მე ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან დაგვიანებულია და ეს პროცესი უნდა დაეწყო თვითონ ხელისუფლებას და პროკურატურას. ეს გამოძიება სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში შეიცვალა მდგომარეობა და დღეს უკვე ლიბერალური ის ფსევდოლიბერალური ძალა არ იყო, მაინც არ დაიწყეს ეს პროცესი, მაგრამ დღეს ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, მონაწილეობას მიიღებენ თუ არა ის ჭუმიტანილები, რომელსაც პროკურატურა დაიბარებს. მე ისე უნდა მეუბრუნდე ზურაბიშვილის საკითხს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის დაბარება მოხდეს თქვათ საქართველოს პროკურატურაში, უცხოეთიდან, იგივე ევროკავშირიდან არ ელოდებით უფრო მეტ ხმაურს, რასაც თქვათ ხედავთ ახლა ევროკავშირიდან, რას გამოიწვევს მისი დაბარება? ცითრა ხმაურში რას გულისხმობთ არ ვიცი. აი სანქციებზე რეზოლუციაზე მოდის ხო ხედავთ ევროკავშირიდან და როდესაც თქვათ სალომე ზურაბიშვილი არის მათთან კომუნიკაციაში, ეს დასამალიც არ არის, ხო პირდაპირ აკეთებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. მე რა ვიცი, რომ საქართველოს პროკურატურას, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ვალდებულება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. მას ევალება საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და არა ხმაურზე ცეკვა. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება ხმაურის პერიოდში, მაინტერესებს ხელისუფლება რამდენად მოახერხებს, რომ ეს ყველაფერი მოაქციოს საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და იმართოს ქვეყანა ისე, როგორც ეს ეკადრება დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას. ხმაური რა სახის იქნება? ეს არის მეათე და მეასე ხარისხოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის. თავარი არის ის დაკვეთა, რომელსაც ქართველი ხალხი აძლევს თავის ხელისუფლებას და მანდატი რა მანდატის ფარგლებშიდაც მან უნდა იმოქმედოს. თუ ის ხედავს, რომ უმთავრესი პრინციპის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ხდება, მან უნდა იმოქმედოს და იყო პერიოდი, როდესაც ამის მოქმედების საშუალება ხელისუფლებას არ ჰქონდა და ბუნებრივია, ეხლა ხარაკირს ვერ მოთხოვ ვერავის და ვერც ხელისუფლებას. დღეს ეს პრობლემა მოიხსნა, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა მმართველობა, მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ჩვენი ფონდები, ჩვენი სახელმწიფო ფონდები, ჩვენი გადასახადის გადამხდელთან თანხები სხვა ქვეყნებში იხარჯებოდა უკანონოდ და დაასახელა USAID, დაასახელა NED, დაასახელა AID და თქვა, რომ ეს მინიმუმ ეს ფონდები სხვა ქვეყნებში აფინანსებდნენ კრიმინალს, სახელმწიფო გადატრიალებებს და ასე შემდეგ. თვითონ აიძრევა ადამიანი, ვისგანაც მოდიოდა ყველაზე მთავარი დირექტივები, ისა რა ქვია, აღიარებით ჩვენებას, რომ ჩვენი ფონდებიო ასეთ საქციელს აფინანსებდნენ და ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა, ეს იყო სწორედ ასეთი სახის დაფინანსების შედეგი თუ ქვეყნის შიგნიდან წარმოშობილი საპროტესტო ტალღები. და ეხლა რასაც უყურებთ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ამ საპროტესტო ტალღებს, ეს რომ ქართულ რეალობას აბსოლუტურად არ შეესადაგება და საერთოდ რო არ ეხმიანება ქართულ საპროტესტო მუხტს და ტალღას, ამას ხო ყველა ვხედავთ. სად გინახიათ, მე პირადად 78 წლიდან ვარ ქუჩაში და მე არ მინახია მართლაც ფოთოლი ჩამოვარდნილი იყოს ქართული ოპოზიციის და ქართული საპროტესტო ტალღების დროს ფოთოლი ჩამოვარდნილი იყოს ხიდან ისეთი საპროტესტო ტალღები და მუხტი იყო ქვეყანაში. ეს რა ხდება, როდესაც
პირდაპირ კრიმინალური დანაშაულებები ხდებოდა და უყურებდით ამას, როგორ იწვებოდა პარლამენტის 57 ოთახი, როგორ წვავდნენ პოლიციელებს პიროტექნიკით თუ რაღაც კოქტეილებით და როგორ იწვებოდა მთლიანად სახელმწიფო ქონება. და ეს სახელმწიფო ქონება ვისი კუთვნილება, ხალხის კუთვნილება, ხალხის ჯიბიდან. ამას ვინ აკეთებდა, ვინ ახალისებდა ამას, ვინ ყიდულობდა იმ გახმოვანებებს, ვინ გავდა იქ იმებს, რა ქვია, სცენებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ ჩრდილოვანი, იმიცი, მთავრობის შექმნისთვის და ისთვის, რა ქვია, ტექნიკური მთავრობა შექმნათო. არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში, რეგისტრაციის კანონში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის არაპოლიტიკური, არაკომერციული. გასაგებია, ქალბატონ ანა, სხვაზე თემაზეც მინდა კითხოთ, თქვენ იცით, რომ პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ხვალ პირველი შეხვედრა ექნება, რომელმაც 2013 წლებში მაშინელი ხელისუფლების შადენილი დანაშაულებები უნდა გამოიძიოს. თქვენ როგორ უყურებთ, ქალბატონო ანა, ამ კომისიის მუშაობას, როდესაც თქვათ უკვე მეორე მხარე, ვინც უნდა დაიბალონ წესით აი ამ კომისიაზე, აცხადებენ, რომ არ ითანამშრომლებენ აი ამ კომისიასთან. ნუ ახლა მეორე მხარე რო არ ითანამშრომლებს, ეგ საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო და არც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეორე მხარის ფაქტიურად გასამართლების მომზადება ხდება, ხო, ამ კომისიაში და ამიტომ არ ითანამშრომლებს, ეს მათი პრობლემა. არ მივლენ მთელი ცხოვრება საპარლამენტო კომისიაში ვქნათ, საპარლამენტო კომისიაში ვქნათ, გაიძახოდნენ და ეხლა, როდესაც შეიქმნა საპარლამენტო კომისია კონკრეტულ საკითხზე, რატო იმალებიან ბუჩქებში? იმიტომ იმალებიან, რომ იციან, რომ უშუალოდ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა უნდა ამოტივტივდეს და უმთავრესი, რაც ამ პერიოდისთვის უნდა ამოტივტივდეს 2008 წლის ომია. როგორ 20% ქვეყნის ტერიტორიებისა დაიკარგა მაშინ, როდესაც ცხინვალის კონფლიქტი ფაქტიურად აღარ არსებობდა. თქვენ თუ კარგად გახსნავს, სანამ ამაზე მივალთ, ქალბატონ ანა, ფორმალურად საქართველოს პარლამენტში რჩება გიორგი გახარიას პარტია, ხო, მათ არ შემოეხსნათ უფლებამოსილება და აი ამ კომისიაში სწორედ ორი წევრის ადგილი არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი გახარიას კომისიაში ჩართვა, თუნდაც არ ვიცი, რამდენად სწორად ვსვამ, მისი პარტიის მხრიდან თუ უარს იტყვის აი ამ კომისიაში ჩართვაზე, რა იქნება ეს, როდესაც თვითონ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ებრძვის და ქართულ ოცნებასაც. ეს იქნება მხოლოდ მისი პრობლემა. საქართველოს მოსახლეობას და ქართულ სახელმწიფოს საერთოდ არ აინტერესებს კონკრეტულად ვინ იჯდება იმ კომისიაში. აი ეს კომისია უნდა იყოს სიმართლის დამდგენი კომისია და მან უნდა უთხრას სიმართლე ქართულ ხალხს, ისევე როგორც პროკურატურამ უნდა უთხრას სიმართლე და დღეს ამისი შესაძლებლობა არის. ამას 10 წლის წინ ვერავინ ვერ მოითხოვდა და ვერც მე ვერ ვითხოვდი, თუმცა თქვენ გახსოვთ, ახლა რომ 2012-13 წლებში ვითხოვდით რეჟიმის გასამართლებას და იმის მერე არც ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ამ მოთხოვნის დაყენება, იმიტომ რომ ეს იყო ლეგიტიმური მოთხოვნა საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხიდან გამომდინარე და იმ დაზარალებულების და გამომდინარე, რომელი დაზარალებულების უფლებებიც დღემდე არ აღდგენილა და ეს ხალხი, ვინც 2012 წლამდე 3-დან 12-მდე იყვნენ დაზარალებულები, მათი უმეტესობა დღესაც იგივე მდგომარეობაშია და არაფერი არ შეცვლილა მათ ცხოვრებაში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აი დაზარალებულება, თუნდაც აი მწამებებზე, რაზეც იყო საუბარი, გაუპატიურებებზე იმ ხელისუფლების დროს, ხო? ეს ადამიანებმა უნდა მოყვნენ აი ამ ღიას ხდომებზე და საზოგადოებამ უნდა მოისმინოს ესენი. საერთოდ ესეთი კითხვების დასმა არის საჭირო. იქ იქნება დახურული სხდომები და ეგეთი თემები უნდა განხილული იქნას დახურულ სხდომებზე და რა თქმა უნდა, წამებებზე და შემდეგ არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, წამებებიც, ახლა როგორ იმას ოჯახი აქვს და იქნებ სულაც არ უნდა რომ მისმა ცოლმა და შვილმა იცოდეს, როგორ ურტყავდნენ და ცემდნენ და ასე შემდეგ. ახლა ეს არის ანუ კონკრეტული საკითხი კონკრეტულად უნდა გადაწყდეს. კონკრეტული თემები, რომლებიც უნდა იქნეს დახურულ კარს მიღმა ნათქვამი და გაკეთებული. ამიტომ კეთილი ინებონ და დაჯდნენ იქ და უსმინონ იმას, რაც აქვთ ჩადენილი და იმ კითხვებზე პასუხი გასცენ, რა პოლიტიკას ატარებდნენ და ვისი დავალებით და რას ემსახურებოდა ეს საქართველოს დამონება და დამორჩილება, ხალხის დაშინება, რას ემორჩილებოდა, რა უნდათ რომ მიიღოთ. აი ეს უნდა ილაპარაკონ და კიდევ ვიძახი, უმთავრესი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სამდღიანი ომის მეტი საშუალება, როდესაც არ აქვს ქვეყანას, როგორ პროვოცირებ ომს და ომს რო პროვოცირებ, ამაზე თვითონ მოაწერა, ხო, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, თვითონ აქვს ხელი მოწერილიო, ჩვენ გავაკეთეთ ეს პროვოცირებაო და ასევე დევს იქ დასკვნა, მისი რა ქვია, ტალიავილის დასკვნა
რომლის საფუძველზედაც აღიარებულია, რომ ამათმა მოახდინეს პროვოცირება. რატომ მოახდინეს პროვოცირება? ვისი დავალებით მოახდინეს? რა ფული იდო ამაში? ეს ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული. ესე მარტივი ხო არ არის ქვეყნის ტერიტორიებია ეს, რომელზედაც ჩვენ არ ავიცით როდის ანუ იმ საქმეზე, რომელზედაც თქვენ მიმართეთ საჩივრით პროკურატურას და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, შესაძლებელია საერთო ჯამში ბოლოს ერთად მივიდეს ეს ყველაფერი? საერთო ჯამში თუ დანაშაულებრივ რეჟიმზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, გაერთიანდება ეს ორი საქმე. კარგია, რომ პარლამენტმა დაიწყო, თუნდაც 3-დან 12-მდე და ვფიქრობ, რომ კარგი დამთხევაა, რომ ჩვენი გამოძიებაც ამ პერიოდში დაიწყო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს ფორმალური, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, ეს უნდა მივიდეს ბოლომდე და ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ ეს ამ გამოძიებას მივადევნო თვალყური და არ შესრულების შემთხვევაში ან რაღაც მანიპულირების შემთხვევაში გამოვიყენოთ მათ შორის შენი ეთერი და ვამხილოთ. მადლობა ქალბატონ ნანა, რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნანა კაკაბაძეს უსმენთ, ორშაბათს შევხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ.